ევროპა მიიღო ძალიან მძიმე რეზოლუცია, სადაც SWIFT-დან გამორთვაც იყო ერთ-ერთი პუნქტი. უბრალოდ ეხლა ჩვენ უნდა გავარჩიოთ და დავადგინოთ ეს დაგვერხა თუ ეს არის ევროპის 1001 აი მე გეტყვი კაცო მე ამ SWIFT-დან გამორთვაზე რატო ვაკეთებ ესეთ აქცენტს რა. ეხლა ოცნება დავასანქციროთ და უვიზო მიმოსვლას გაგიჩერებთ, ეგ ადრეც იყო. ანუ მაგას საინფორმაციო ფონად მივეჩვიეთ, მაგრამ SWIFT-დან გამოგთავთ ეგ როგორი რაღაცა იცი, მაგალითად მთელი ქართული პროდასავლური საზოგადოება მაგ SWIFT-დან გამოგრთავს იმედზე იყო, რუსეთი რატო უნდა დანგრეულიყო, როცა უკრაინის ომი დაიწყო. აი მთელი ქართული საზოგადოება, რომელიც იყო შიგევროპელი, საკითხს აღენებდა ეგრე რომ რა რუსეთი ბიჭო აღარ იქნება ხვალ და რატო აღარ იქნება ხვალ და SWIFT-დან გამორთვა. და ნუ რუსეთი კი გამორთვეს SWIFT-დან და არაფერი ისეთი არ მოხდა რუსეთში, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს რო SWIFT-დან გამორთვოს ჩვენ შემთხვევაში ეგრევე განვითარდეს მოვლენები, აი რბილად რო ვთქვათ, მე მგონი განსხვავებული სურათი იქნება, ხო? ჩვენ შემთხვევაში მძიმე სურათი იქნება ძალიან, რბილად რო ვთქვათ, განსხვავებული სურათი იქნება. მოდი აი და აი პროდასავლებს უხარიათ ეგ. პროდასავლებს ანუ რუსეთი რითიც უნდა დაენგრიათ, საქართველოს რო უნდა გაუკეთონ იგივე ეგ უხარიათ პროდასავლელებს. მაგას ეიმობე, კი. და აი მოდი ეს ევროპარლამენტის რაზეა საუბარი? ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. უნდა გვესმოდეს რომ ევროპარლამენტის კომპეტენცია ამ ნაწილში არის, ფაქტიურად რჩევების დონეზე. სარეკომენდაციო ხასიათი. ამას ამ რეზოლუციებს არ აქვს სავალდებულო სახე, ისინი რეკომენდაციებს გასცემენ საბოლოო ჯამში პოლიტიკური პოზიცია როგორი უნდა იყოს, მაგის მითითებას იძლევიან და მაგას ან გადაწყვეტს მე ევროკომისია, ან არ გადაწყვეტს. მაგრამ კი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თუ თქვათ ეს დაჟინებული პოზიცია ევროპარლამენტში ფიქსირდება ამა თუ იმ მიმართულებით. საკმაოდ დიდი უმრავლესობით იქნება. ალბათობა იმისა, რომ ევროკომისიაც მე რაღაც ეტაპზე იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, იზრდება. ეხლა რა პროცენტით მიიღეს ეს რეზოლუცია? 686 პარლამენტარი ესწრებოდა, აქედან 490-მა მხარი დაუჭირა, 157-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 59 თავი შეიკავა, ანუ 71%-მა მხარი დაუჭირა. არის ძალიან დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. ამ რეზოლუციაში ნათქვა მიიღო, რომ იქ რაღაცა ფაქტიურად დიქტატურისკენ მიდის, ეგეთი აზრი იყო, თქვათ ქართული ოცნების რეჟიმის ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება იყო ნათქვამი, ოპოზიციონერების პატიმრობა დაიგმო, სანქციების დაწესების მოთხოვნა იყო, ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა მოითხოვეს, ასევე SWIFT-დან გათიშვის ინიციატივით გამოვიდნენ და სექტორული სანქციების დადება, რომლებიც დაარტყავენ იმ სფეროებს, რომლებითაც იკვებება ოცნება, ეს მოითხოვეს. არა მარტო, ეგ რაც ჩამოთვალე, ეგ ხალხს შეეხება უკვე. ეგ არ არის უკვე რომ აი ვიღაც არ ვიცი კოლექტიური არ ვიცი გომელაურიან არ ვიცი ვიღაც დავასანქცირეთ რაღაც დინარაძე და ეგ ხა ქართულ ხალხს უმეტესობას დიდად არ ანაღლებს ხო? მაგრამ SWIFT-დან გამოგრთე და სექტორალური სანქციები დაგადე, ანუ ეკონომიკის რაღაცა სექტორებს დაარტყი, რომ აღარ იმუშავოს შენმა ეკონომიკამ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ხალხზე აისახება. კი, და ამასთან ერთად ამ რეზოლუციაში ეწერა, რომ აი წავიკითხა უბრალოდ ამ მონაკვეთს, ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც იყო ნათქვამი, ევროპარლამენტს მიეჩნია, რომ ახლანდელ პოლიტიკურ და სამართლებრივ პირობებში მუნიციპალური არჩევნები ნებისმიერი პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს მოელის, უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აყენებს და მათში მონაწილეობას თვითგამოცხადებული ხელისუფლება ახალი სტატუს-კოს აღიარებისთვის გამოიყენებს. ანუ ხაზარაძე მოღალატეა. ანუ ხაზარაძე ის ალეკო ელისაშვილი და გახარია დაგმის. გახარია მოღალატეებად ფაქტი ეგრე გამოვიდა. მის მეორე მხარე ზეიმობს, ხო? ანუ ძალიან შეიძლება ითქვას იმაზე უფრო ხისტი რეზოლუცია იყო, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა.
საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდა ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცარიელ დარბაზში მიიღესო, იმიტომ რომ არ მიიღეს ცარიელ დარბაზში. ევროკავშირის ესე ვთქვათ, სლომათა დარბაზი საკმაოდ სავსე იყო. ანუ საკითხი ისე დაყენება, რომ არ არის ეგ ევროკავშირის. სამდი დეპუტატი ესწრებოდა როგორ. ხო, აი ქართულ ოცნების შეცდომა რა არის? საკითხი ისე აყენებს, რომ ევროკავშირი ჩვენ მხარეს არის კაცო. ეგ არის რაღაცა სიტუაციური გაუგებრობა. მოსყიდულები არიან. ნაცემა მოისყიდეს. ოღონდ თვითონ რატომღაც ანუ სულ არის 705 დეპუტატია ევროპარლამენტში და ესწრებოდა 686 დეპუტატი ესწრებოდა. ანუ ფაქტობრივად სრული შემადგენლობა იყო და 70 ეხლა 20 დეპუტატია, 19 დეპუტატი აკლდა. ხო, სრული შემადგენლობის 70% თუ ამბობს, რომ ეს უნდა მივიღოთ, დიდია შანსი, რომ ევროკომისიამაც ეგ მიიღოს. კი, დიდია შანსი ხა, რამდენად SWIFT-დან გაგვთიშავენ ეგ ეჭვმიპარება, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში მასეთი სანქციების დადება ჭირდება კონსენსუსი. ანუ ყველა წევრის ჩართულობა ჭირდება და უნგრეთი და ის რა ქვია, სლოვაკეთი არ თანხდებიან. და ეგ არის პრობლემა. ანუ სანქციების პრობლემა მაგათ უდგათ მანდე და გამდიდ, მაგრამ მაგალითად უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა შეუძლიათ კონსენსუსის გარეშეც. 2/3 საკმარისია იმისთვის, რომ წევრი ქვეყნების 2/3 თუ დაუჭერს ხარ საკმარისია იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერონ. უვიზო რეჟიმს ადრე თუ გვია შეგვიჩერებინ. ეგ შეგვიძლია აი დაზუსტებით ვიცოდეთ. უბრალოდ ევროპის და დასავლეთის ვინმეს თუ ევროპაში გასეირნება გინდა ზაფხულში, ეხა არის დრო, თორემ მე უვიზოს მოეხაზება, აგერ ჩვენი პროგნოზი გამოიყენეთ, რა ვიცი, ხა ჩვენ მაგის ფული არ აქვს, რომ პარიზებში და ბარსელონებში დავისვენოთ, მაგრამ ვისაც მაგის ფული გაქვთ და აპირებთ ამ ზაფხულს რამე მოასწარით, თორემ მე მოეხაზება. ან რა ვიცი, აქვს მე ვიზიტს ავაკეთებ. ხო, ადრე თუ გვიან მაგას იზამენ. უბრალოდ დიდია შანსი, რომ რაღაცა გამწვავებას ეხლავე გიგმოვენ, იმიტომ რომ ცუდად მენიშნა ამერიკის ელჩის გუშინწინდელი გამოსვლა. ანუ ეგეთი ამერიკის ელჩი ჯერ არის მოქმედი ელჩი, ანუ აქ არის და ის მუშაობს. გადამდგარი ელჩი ოღონ აქ ასრულებს თავის სამუშაოს და ეხლა მოდი და ეხლა ვლაპარაკდები და ფეხებზე კიდია ყველაფერი. მაინც გაგდებული. თავზე ხელი მაქვს აღებული, ეგრე არ მოსულა. მუშაობს. მისი განცხადებები ცოტა ცუდის მანიშნებელი იყო, რატო ალაპარაკდა ელჩი იმაზე, რომ ოცნებამ როგორც მან თქვა მუქარის წერილი გაუგზავნა, ჯერ მე ვერ ვიგებ რა მუქარის წერილს გაუგზავნე და ოცნება, აი აღმაშფოთებელი, გამაოგნებელი და გვაგინეს წერილში და არ ვიცი, მე არ წარმომიდგენია ეგ რატო უნდა გააკეთოს ვიღაცამ, რაში გჭირდება, რას გაძლევს და ოცნება არ გავს მხარეს, რომელიც მასეთ შეცდომას დაუშვებს. ოცნება არ გავს მხარეს, რომელიც საერთოდ ვინმეს მიწერს ეგეთ წერილს. ხო და მასეთ შეცდომას არ დაუშვებს. ხო და მანდიდან გამომდინარე, რატო კარგი დაუშვეთ მიწერეს ეგეთ წერილი. 2 თვის თავზე, თითქმის 2 თვე გავიდა, ხო? ეს საუბარი იყო მაშინ მაისის დასაწყისის მოვლენებზე. მაისი, ივნისია დაწყებული. ხო, 2 თვის წინანდელი ამბავი, ეხლა რატო გაიხსენეს? ეთქია რომ კიდე ერთი კონსპიროლოგიური თეორია შემოგთავაზოთ. აბა. მე ასევე მეუცნაურა მაგ რეზოლუციაში იმ პუნქტის ჩაწერა, რაც ეხება ოპოზიციონერებს, ანუ ლიბერალურ ძალებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ფაქტია, რომ ნაწილი პირდაპირ ტექსტი იყო, რომ ნუ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ არის რელევანტური, იმიტომ რომ რაღაცა ეს ოცნება ხელისუფლებაში გააყალბებს და შემდეგ. ხო არ იყო ერთის ხრივ ეს რეზოლუცია, რომელიც სინამდვილეში მე რამდენი რეზოლუცია უკვე ამ წელიწადში მიმდევრ მე-5 თუ მე-4 რეზოლუცია. მე რამდენი დაგვიქნიეს თითი. ხო, მე რამდენი ბოლო ევროპული გაფრთხილება, ჩინური გაფრთხილების არ იყოს. უკვე მართლა ერთმანეთის მიყოლებით ხდება და ამ შემთხვევაში სლენგი რო გამოვიყენოთ, გატრუხდა. ხო, ეგ ერთი და მეორე, ანუ ერთადერთი SWIFT-ის თემა იყო მანდ სიახლე და ეკონომიკის სექტორალური სანქციები და აი ეს მიმართვა ოპოზიციონერების მიმართ და შემთხვევით ოპოზიციას
ხო არ მიმართავენ ამით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ შიდა რესურსი ლიბერალებს იმისთვის, რომ ლელო, გახარია და გირჩი გააჩერონ, ამოიწურა. შეიძლება. ანუ ესე იგი ჩვენ გავდივართ ეგეთ მოცემულობაზე, რომ ნაცებმა გვარამიამ და ნაცებმა და გვარამიამ რა გავყურეთ მაგარი ვარ. ნაცებმა დააორგანიზეს ეს რეზოლუცია ამ ტექსტით, რომ ლელო და გახარია ჩახსნან არჩევნებიდან. ეგ ნახე რატო არის სერიოზული მართლა არგუმენტი. ეხლა შენ თუ პროდასავლელობ და ამბობ, რომ მე რო ვიბრძვი და ციხეში ვზივარ, ევროკავშირის გამო ციხეში ვზივარ, ევროკავშირი თუ გეუბნება, რომ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მან ცოტა რთულია მე მაგისი ასახ. მან მაშინ მე გეტყვი ეგ როგორ პრავდება, ნახე? ცოტა მაშინ ხაზარაძეს და გახარიას მოუწევს ოცნების ტექსტზე გადასვლა და გეტყვი როგორ, რომ მე კი ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროპას, მაგრამ მაგათ რა იციან საქართველოში რა არის უკეთესი, აგერ მე ვიცი უკეთ და სუვერენიტეტი იმიტომ გვაქვს და იმიტომ ვარ დამოუკიდებელი, რომ მე თვითონ გადავწყვეტ რომელ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და რომელ არჩევნებში არა, ეგ როგორია ეს არის, იცი რომ არ ვემორჩილები ევროკავშირს. და შენ, რავი, ევროკავშირს თუ არ ემორჩილები, დაპირისპირების თავარი ხაზი ოცნებასა და ამ დანარჩენებს შორის გადის მაგაზე. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირი თუ გეუბნება, რომ მატარებელი ხარ ყურებიდან ბოლი უნდა გამოუშვაო და ესენი ეუბნებიან, რომ ევროკავშირს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაღაცებზე ბოლს გამოუშვებ, მაგრამ რაღაცებზე არაო. ანუ შერჩევითად უშვებს ყურებიდან ბოლს ოცნება, გაიგე და მაგაზე არის კონფლიქტი. და თუ შენც მაგ რიტორიკაზე გადადიხარ, რომ მე ჩემი გადავწყვიტავ ევროპას რაში დაუჯერებ და რაში არა, მაშინ ოცნებასთან კონფლიქტის შინაარსი იკარგება შენი. კი, მაგრამ როდესაც ეს ლელო, გახარია ნაკლებად, ლელოს ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც ისინი იღებენ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას, გარდა იმისა, რომ ყველა ასპარეზზე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, რაც ლოგიკურია ისე ობიექტურობისთვის. კი, უბრალოდ ყველა არ უწევს შენას ჩალიჩო. ეგ გასაგებია ხა. შენ უბრალოდ ტივტივებ მაგას ჩალიჩო და სხვებს ფული არ აქვს და შენ გააქვს და სხვებს წაართმევ კოორდინატორებს და კანდიდატებს და მაგით. კი, უბრალოდ ეხლა რანაირადაც ეს ტივტივს ცდილობს, მან ცოტა ხო და უყურე ისეთი რაღაცა რო ტივტივებს, აი რომელიც რაღაც სუბსტანცია არის. თუ ასოციაციებს იწვევს. კი ბატონო, მაგრამ აი მე რას ვამბობ? ლელოს ერთ-ერთი არგუმენტი ხომ ეგ იყო, რასაც ვამბობ, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ ყველგან. ცეცხლი უნდა დაუნთოთ ყველგან და ცეცხლი. მათ შორის, აი ხშირად მომისმენია ჩვენ, რომ საერთაშორისო ჩვენი პარტნიორებიც გვეუბნებიან, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობას. მე ხშირად გამიგია, კაცო და მე თვითონაც ვინც წინააღმდეგა, ისინი აპრავებდნენ ამ არგუმენტს იმით, რომ აბა რას გეტყვიან, კაცო, ევროპელები. ევროპელები ყოველთვის გეტყვიან, რომ ნებისმიერ ლეგალურ კანონიერ პოლიტიკურ პროცესებში მიიღე მონაწილეობა. ეგ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო. რა სიტუაცია, ხო და მე ძალიან ისე მომეჩვენა ეს მანდრო ჩანაწერი გაჩნდა ამ ხაზარაძის და გახარიას მიმართ, ფოკუსი მათზეა გადატანილი, რომ ამ არჩევნებზე არ შეიძლება მონაწილეობის მიღება. მე ცოტა ისევ ეგრევე ის ვიფიქრე, რომ ეს რეზოლუცია, ამ რეზოლუციის მიზანი ხო არ არის ხაზარაძის პოზიციის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ოცნების წინააღმდეგ უკვე მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუცია კაცო ასეთი მიღებული და ოცნება ყურს არ იბერტყავს, არც აინტერესებს უკვე მას არ უტარდება დიდად ასეთი სარეკომენდაციო რეზოლუციები. და ხაზარაძისთვის და გახარიასთვის ეს უკვე სერიოზული დარტყმა. ეს ისეთი რაღაცა, ისეთი არგუმენტია მათთვის, რომ შენ კაცო აგერ ევროპელებმა ეს გვითხრეს და შენ ევროპის წინააღმდეგ მიდიხარ. მე სიმართლე გითხრა, ეხა ცოტა არ ვიცი რა პასუხი უნდა გასცენ მაგათ.